ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური სამუშაოების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს ეკოლოგიური სამართლის ცენტრი გარემოს დაცვის სამინისტროს. ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, სწორედ გარემოს დაცვის უწყებაა დამნაშავე წელს ხანძრის გამო 430 ჰექტარი ტყის მასივის განადგურებაში. სატყეო სააგენტოში პასუხად აცხადებენ, რომ ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური სამუშაოები დაფინანსების უკონლობის გამო ვერ განხორციელდა. მას შემდეგ კი რაც სატყეო დეპარტამენტის სააგენტოდ გადაკეთდა, დაფინანსების პრობლემაც მოხსნილია. სატყეო სააგენტოს და გარემოს დაცვის სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები არ გაუტარებია. არადა მათ ეხლა რომ ჩამოთვალე ეს კანონმდებლობა, ევალებოდათ კანონით რომ გაეტარებინათ. ეს არის სამსახურეობრივი უგრილობა. ფაქტიურად აღიარებითი ჩვენება მოგვცეს მათ აი ამ წერილით. და თუ კი ესე გაგრძელდება, ჩვენ უახლოეს ხანში საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნით მასალებს, რათა დაიწყოს გამოძიება მათ წინააღმდეგ. ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები წელს გაცილებით უკეთესად ჩატარდა წინა წლებთან შედარებით და სწორედ ეს იყო ამ ორგანიზებული მუშაობის შედეგი, რომ ნაკლებ ზიანთა ჰქონდეს საქმე. რაც შეეხება ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს, სამწუხაროდ ისინი არ განხორციელებულა დაუფინანსებლობის გამო და სწორედ ეს გახდა მთავარი მიზანი სატყეო დეპარტამენტის სატყეო სააგენტოს ჩამოყალიბებისა. სატყეო სააგენტოსი, რომლის პრიორიტეტი არის ტყის მოვლა და აღდგენა.